სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინა ხიდაშელი გორში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს სხვადასხვა სახის კონსულტაციები ახლად მიღებული კანონების ირგვლივ. აღინიშნა, რომ არსებობს ბევრი კითხვა ბუნდოვანებისა და ურთიერთგამომრიცხავი დებულებების გამო. საუბარი შეეხო ასევე იმას, თუ როგორ არის შესაძლებელი სამართლებრივად სწორი სტრატეგიების არჩევა. ცნობისთვის ახლად მიღებული კანონების შესახებ ქართული ოცნება თვის ბოლომდე ეგრეთ წოდებულ საინფორმაციო შეხვედრებს აანონსებს. პირველ რიგის კითხვები არის ბუნდოვანების გამო, ბევრი რამე კანონებში არის იურისტებისთვისაც კი გაუგებარია, მით უმეტეს არა იურისტებისთვის, ბევრი კითხვები ჩნდება, ურთიერთგამომრიცხავი დებულებებია. არის ასევე ცოტა გაუგებრობები წარმოშობილი იმ პოლიტიკურ განცხადებებსა და რეალურად მე კანონის ჩანაწერებს შორის სხვაობებით, რომელიც ხშირად ხდება ხოლმე ამ ქვეყანაში. ამიტომ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად სრულყოფილი იყოს გაგება მაინც პირველ ეტაპზე ყველა იმ მოთხოვნის, იმ ვალდებულების პასუხისმგებლობის ახალი რეგულაციის, რომელიც ამ კანონებს შემოაქვთ. უკვე ამის შემდეგ დგება, რა თქმა უნდა, ეტაპი სამართლებრივად სწორი სამოქმედო სტრატეგიების არჩევის. საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საქართველოში პოლიტიკურად, რადგან რამდენიმე კანონპროექტია მიღებული, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისთვის დიდწილად საფრთხის შემცველია. ასევე კანონპროექტები, რომლებიც გაურკვეველია ჯერჯერობით თუ რა გავლენა ექნება სამოქალაქო საზოგადოებაზე, რადგან ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერებიც კი ხდება კანონში, ამიტომ საკმაოდ რთულია და დღევანდელი შეხვედრას ამას ემსახურებოდა, რომ გაგვერჩია ის კანონპროექტი, რომელიც მიღებულია ეგრეთ წოდებული ფარასახით, თუმცა რა თქმა უნდა რთულია იმჟელო კანონპროექტზე, როდესაც არ იცი კანონქვემდებარი აქტების შესახებ, არ გაქვს სრული ინფორმაცია შესაბამისად. საუბარი იყო რამდენიმე მიმართულებაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი რომ განვითარდეს მოვლენები, როგორ უნდა ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებამ, რომ არ დავჯარიმდეთ და არ დავარღვიოთ ის კანონი, რა კანონებიც მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ.